დღეს ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ კონკურსს კინოცენტრის ახალი დირექტორის შესარჩევად. შესაბამის ბრძანებას მოვაწერე ხელი. ეს ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე, კინოცენტრის ვებგვერდზე, Facebook გვერდებზე და ასევე კინოაკადემიის ვებგვერდზე და ალბათ მათ Facebook გვერდზე. დღეიდან განცხადებების მიღება კანდიდატებისგან უკვე შესაძლებელია. განცხადებების მიღება 5 აპრილის ჩათვლით საღამოს 5 საათამდე დღის ბოლომდე გაგრძელდება. არაუგვიანეს 7 რიცხვის ყველა კომისიის წევრს გადაეგზავნება შესაბამისი განცხადებები. მათ დრო მიეცემათ დაახლოებით 1 კვირა იმისთვის, რომ გაეცნონ ამ განცხადებებს წარმოდგენილ ხედვებს კინოცენტრის და ზოგადად კინოინდუსტრიის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ კომისია იმსჯელებს კანდიდატებთან დაკავშირებით. თავად კონკურსის პირობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი როგორც გითხარით ატვირთული იქნება ყველა შესაბამის ვებგვერდზე და ბუნებრივია რომ აბსოლუტურად თავისუფლად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე ჩვენ უკვე ახალი კინოცენტრის ხელმძღვანელი გვეყოლება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ ნაანჯანელიძეს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მის საქმიანობისთვის ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. უნდა გითხრათ რომ ძალიან დადებითად ვაფასებ ამ გავლილ წლებს. ძალიან საინტერესო პროექტები განხორციელდა კულტურის სამინისტროს და კინოცენტრის ერთობლივი ძალისხმევით. ბევრი საინტერესო რამ დაიგეგმა მომავალში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ახალ ხელმძღვანელთან ჩვენ ასეთივე ნაყოფიერი და ეფექტური თანამშრომლობა გვექნება. ასევე არ შემიძლია გაკვირვება მოდით ამ სიტყვას ასე ვთქვათ გამოვიყენებ. არ გამოვთქვა გუშინდელ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ითქვა რომ თითქოს ქალბატონი ნანას წასვლა არა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, არამედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სრული პასუხისგებლობით. მინდა გითხრათ რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა და რეალობასთან არანაირად ეს ასე ვთქვათ კავშირში არ არის.